Hello, როგორ ხართ? აი ეს დეგენერატებით იწყება ეს ვიდეო წანიანთებული რო არ არის და პეგრევე. რა იყო აინთოს რაღაცა ადამიანმა. ნუ მოკლედ, გამარჯობათ, როგორ ხართ მეგობრებო? აი ესე დაუგეგმავად დავიწყე ამ ვიდეოს გადაღება, იმიტომ რომ გასვლას ვაპირებდი ხვალ. ანუ ისეთ კარგი ამინდია რომ მეთქი ხვალ გავალ უეჭველი რა. ხოდა მომწერა ერთ კაი ადამიანმა რომ შემთხვევითო გამოსული ხო არ ხარო. მეთქი რა ხდება? ეს და ესეო გასული ვარ მანქანით და საბურავი გავჭერიო და შეგძლია დამეხმარო. მე კიდე რა ვიცი, ჯერ ისე ჩვენი მეგობრები ისევე ხმარები და გავდივართ ხოლმე სულ უცხო ადამიანი იყოს, მაგრამ ეს ადამიანი ძალიან ისეთია, ჯიგარი, ჩვენიანი, რაც თავარია Jeep Renegade-ის მფლობელი, ჩემიც Jeep Renegade-ია და კიდევ ერთი საერთო რაც გვაქვს, ნუ ის უკვე დიდი ხნის იუთუბერი, მაგრამ მე დამწყები იუთუბერი. BBR Wiley გეცნობათ, ვინც უყურებს ზოგადად ამ კონტენტს. ხოლო თხოვა თუ გამოსული ხარო, ამ კონტენტისკენ ვარ ვასულიო და საბურავი გავჭერიო. მეც რა თქმა უნდა ამას არ დავზარდებოდი, რას სულელია, პირიქით მეც წეღა როგორც გითხარით გასვლას ვაპირებდი და ხვალ გავიდოდ დღეს დიდი მნიშვნელობა არ ქონდა და მაგრამ წავაკეთებ საქმესაც გავაკეთებ და ვეხმარები და თან ვიდეოსაც ერთად გადავიღებთ. აბა ნახოთ დაანჩენი რა იქნება. ახალი გამოცდილება იქნება ჩემთვის. ფაქტიურად კოლაბორაციის პონტი გამოდის რა, მე არ გადამიღია არასდროს ანუ ესე იუთუბერთან ერთად და პირველი იქნება ბადრი. ხდება რა გამოვა, როგორ გამოვა, ჯერ თავარი რაც არის, საბურავი უნდა შევცვალოთ. ნუ მე მაქვს ყველაფერი წაღებული, ბადრიმაც კი აღნიშნა, დღეს არ ჩავდება და მაინც ყოველთვის ეგრეა. როდესაც სადმე მიდიხარ და არ დამჭირდება, ზუსტად მაშინ დაგჭირდება ისინი, როცა გონია რომ არ დაგჭირდება რა. ხოდა რავი, ხა შევხედოთ ყველაფერი. როგორ და რანაირად იქნება. აბა წავედი ახლა და უკვე ადგილიდან დაგიბრუნდებით. ნუ მანამდე რაღაც პატარ-პატარ კადრებს ჩავსვავ მანქანით როგორ დავდივარ. აბა დროებით. მოვედი უკვე როგორც რუკა მეუნება ეხლა მარჯვნივ უნდა შეუყვიო აი კი ბატონო გზა შედის და აქედან უკვე მაპი აღარ მუშაობს აქედან გადადის ნორიოს მხარეს გზა აი ეს გადავხედო მაინც სწორად მოვდივარ. მოვივარ. იქიდან ჩაგერთვებით როგორ ამბავშია ბადრი რაღაც
ახლოს ვარ. წესით უკვე უნდა გამოჩნდეს. ახი. რა გაგჭირვებია ჩემო პადრი? რა? კარგად შე. რა გენელ. ჰა? აი აქ რა მოიარე, ხო ცხვიანი ადგილი რო იყო. ჩაგაცურა? არა, მაგებს ავარიდებ მე, დავედი ნაპირში. ნაპირში გაიწრო მე სხვა ხო. სულად გავხიე ძალიან. ბიჭო, შენ ხო გიცნობ, მაგრამ ამის გაცნობა მინდოდა ძალიან. არა. რა ბიჭო? აი ესე მოგეწონა? მოეწონა, თორე ეს არავის იკარებს. ფართლა? მაგრამ ეს ყებს ხოლმე და ბრაზდება. აისო. აი ხლა გვაქვს ესეთი ტესტი. მიწაში იფრობა დანგრატი და მაგრად. უნდა ავწიოთ ეს ტემოზე გამოწერილი ეს პლასმასები როა ყველამ კი იცით. რაც ედა თუ გაუძლებს, თუ გატყდა ერთად ვნახავთ. მედი არ გატყდა. მგონი წაიღო. წაიღო. კიდე ერთი შემოშ. ეხლა მანდ ერთად გიზიაწვება, იმიტომ ჩაღუნა. არა, მაინც არ ხო არა, გაძლებით გაუძლო. მარტო კუჩებს. კუჩები დაღუნა. ანუ ამან გაუქაჩა რა, მაგრამ სიმაღლის გამო მე დამგრატი ვეღარ სწერდა და აგიტო გამოხსენით. ზარიც კი არა. ის პლასმასებია. როგორ გამოვაქვთ? რაღაცა ძელია. გამოიყენე თუ არ გატყდა გამოიყენე. ანუ ამას ძალა არაფერი არ ეტანება რა. просто როცა იმას იზა უკვე დააყენებ დისკს. ცენტრს მოგცემს და მე გადაუჭერე. რას ფიქრობ ხო არ გამდროება საქმე? არა სიუს. მეტი აღარ ყოფნის. ჩასვა ინახე ეხლა ამაში. აქ რა კარგა მეიტანა. იგო. წესით რასაც ხელის ძალით დაუჭერ. იმაზე მეტი არ ხო მე ისედაც თვითონ გონი კიდე იმაშვება. ხო, ტოიაზო შეჭირება და მაგითხა. და აი ვულკანიზაციებში მე მაგალითად 4 წელი მომეწყვეტა ეს top speed-ის ისინი მაქვიანიცები რა. 4 წელი მთლიანობაში მოწყვეტელია. რო უჭერე მთლიანად წყვიტა ვინმე. არა მეც მაგრა დაუჭირე ის თერა ძალა მქონდა. მოკლედ საბურავი შევცვალეთ ხლა და დღეს
სრულიად მივენდე ბადრის და რა უნდა გააკეთო? ჩქმერული უნდა გააკეთოს და ნახოთ და ვაგემოვნოთ ამ ადამიანს აქამდე უყურებდი. ეხლა ამასთან ერთად დაისო. ჭამე ზეთრენ. ჰა? ჭამე? ეგ ჯოხი გადამიგდება. ამხელა ჯოხი. იქით ხევისკენ გადაუგდე. გადავაგდო? ფიჭო სად გადაყვაში. ოჩა ტაისონ მაგარი ხარ. იწვალეს ეხლა ცოდვა. თუ რა მეამბო მე. თანამ თავის ციცავს აკეთებს ხოლმე, როცა ეხლა მე საქმე მაგდა ვერ ვეთამაშები. ეს აღმართი ამოვა, ქვას აიღებს, ცხვირი დააგორებს, გაეკიდება. მე ისე იგივე. ტაისონ ჩემ გადაგდებულ ჯოხს ჩალიჩება, ამოიტანოს. დიდი დაპყრობა შეუქმნი. ტაისონ ამოიტანე, მოდი. ეხლა რაღაც კაი კადრებს გადავიღებ, უკვე აქ ყვავილობაა დაწყებული პატარა რაღაც. ეს რა ყვავილია? ენძელაა თუია? რომელია ბა? ის ენძელა არის. პატარა ყვავილებია, მე აქ ცეცხლს ავანდებ იმის კადრებსაც გადავიღებ. მაგარი ხევია. აქ ამხელახოს არ ველოდი. მიწის ფესსაც დააკვირდი იქით, რუხი რო არის ცემენტი. ხო, იქ არა. ეგ იქნება ბეტონი. ტაისონ. ტაისონ. ექსტრემალურ სიტუაციებშია ჩვენი ბადრი. მე ამას შევერკინები. მე სადაც დავდივარ ხოლმე. ყველგან მაქვს დრუჟბა. და აქ იმდენი შეშაარო. ძა პატარა, ამხელა. ელექტრო არ არის ოღონდ. ხო. და სული მაგარი. Isso. Aqui ვაზელინის ბურთულა. ეს მოსაშენო არაფერია. კვალიც გავაკეთე თუნდაც. უიამო ჩასონ ერთი მოგეწანება. მაგრამ მიყვარს ჩემი ზემთელი დღე ეგრევე იჭდა. ოთახში დავიდი 3 წელი. ხო, მაგრამ მე შრება და
მალეშრება რა და რაღაცა მინდა მოვიფიქრო, რომ მანქანაში მქონდეს. ამას უფრო მაგარი სუნი იყიდე. მე შემოვაცლი გარშემო ფოთლებს და იგარი. რო აღარ გინდა ცეცხლისთან დაისონის ექსტრემალურ დაშვებას კასკადიორია ჩვეულებრივი რამდენიმე წავიდით მანქანებით რამე კაი აწვდი ცეცხლი გაღვივდა მართლა ის პერიოდი მოგვივიდა რომ ცეცხლთან უკვე აღარ გვსიამოვნებს ყოფნა ესე იგი ახლა რა ხდება ეს ქათამი უნდა მოვამზადოთ და მე დავჭრი და დანარჩენს ბადრი მიხედავს აგერ დავჭროთ მოდი უფრო სიგრილეშიო სადაც გინდა დაიდე სწორს დავიდა იმედია შენ ისე არ ხარ რაღაცა რომ წეში ძის რო დავუვარდება თქვენ და ამას შევჭაჭუ წყიანია აი რა სიძახი არავი აი ერთხელ მეგობარი მყავდა წაყვანილი და რაღაც ხორცი დავუვარდა ჩავარდა ნაკვრის ხარში მაგას ვერ შევჭამო რა იმ ხელა დანა მაგ წამოღებული მაგასო დავარტყა შუაზე გადავჩეხავ ეგრევე ერთი 4-დანით დავდივარ ხოლმე დანა მე დღეს მოვამზადებთ დუშეთის ქათამს ანუ ეს რატომ აქ ხა წამოღებული ვაკუუმშია სანამ გახსნა დავითი დაინახავდით და ანუ ჩემი აზრით სარაშოთ მოსახერხებელი არც წვენს უშვებს უფრო დიდხანსაც გაკაჭავს ვაკუუმში რადგან არის და ჰაერი არ აქვს შეპარული არ გაგიფუჭდეს სიცხეში და რაღაც და შვენიერია გავიხსენოთ ქათამი როგორ უნდა დავჭერთ სწორად გორტუსთ ეს ყველა ქათამს ჭირდება უეჭველი ეგ დაჟე ისეთი კაი ზომა არის ცარიელ შამპუზეს მაგარი გამოვა კი ბათი ხაშქმერულის პაპირები თორე ზოგადად ქათამს რო ჭრიან ხოლმე ჭრიან ანუ ეგრევე რა არადა ხელით უნდა გასინჯო სადაა ის კეცვადი ადგილი და ზუსტად იმ ადგილზე დაუსვა და არ ძვალის გაჭრა გამოგდით რა არც გაფუჭება ხორცის საერთოდ არ ვხმარობ დარტყმას და რაღაცებს მაგრეჭს ეგ ჩემი საყვარელი დანა სუნელები რამე თუ გინდა მაქვს ბევრი რაღაც და ჯერჯერობით არა ამას სუნელები არც უნდა მარტო უნდა მარილი რეაკეთები დაჭაში გავუშვათ ზეითუნი ისეთი ზეთი ზოგადად კარგად უნდა ქათამი კარგად რო შეიწვასო ჯობია ზეითუნის ზეთი იყოს უფრო ჯანსაღია
კიდე ხო არ გინდა შენ? შენ როგორ ამზადებ შენი გემოვნები? არა, შენ ხო უნდა მოგეწონო. გაუგეგმავი გასვლები უფრო კაია რა. ყველაფერი გქონდა შელაგებული, მეთქი ხვალ. მიდივარ რა. მეთქი. ამაზე კაი რა უნდა დავგეგმო. მაგის კარგი. ამას აღარაფერი უნდა. ესე უნდა ჭავო. აი ეს შენ ნიუ-იორკი გაური. ნიუ-იორკი ხო გიყავს? კი, მაგრამ. სადა ნიუ-იორკი გაური ეს მე ნახე შენ. აისონ. გვიანი ძაღლი. ძაღლი არ ადამიანია. ნახე რა თვალებია. ადრის მის არ იყოს. ბევრი ადამიანი არ იყურება ესეთ გვიანი თვალებით. კი. აისონი რა იყურება. ეს გემრიელად დაიბრაცა ქათამი. ეხლა ნიუ-იორკი და კიდე რა უნდა ვქნა? ეხლა ამას ამოვიღებ. მე ნიუ-იორკს იმასი და დავჭყლიტავ და ჩავყრი შიგნი. ეს გადმოდის ხოლმე. აქეთ ესეთი სიმშვიდეა. მაგრა სწორებს რა გამოსულა სადმე რა განტვირთვა. იქით ქათამი შიშხინებს. დღევანდელი ჩვენი შეფ-პოვარი. ტემოს იმდენი ნივთი გამომადგა. ეს ბევრი რაღაც გამომადგა მაგრათთან. წამოვაშხებები. არა, თეფსზე ჯობია რომ წვენიც გაჩერდეს. ნახე ტყეში რა კერძი მოამზადა. просто ნახეთ რა. თავარია ბა როგორ შემიფასები ხა. მეტი რა უნდა ინატრო. ესეთ ადგილზე ესეთ ცხერცხერს რო ესეთ ვიძე შეჭამ. ადგა მაინც და მაინც. ეს უკვე ნაჭამია და აღარ დარდობს და ჩვენ მშივრები ვართ ჯერ. დაისონ. ჭამე უკვე. კარგი ბიჭი ხარ შენ. მოვიდა, დადგა ჟამი.
დაიდე ესე ფუზე. კარგი მრიელი იქნება. ავის ნიორით. გარბილია. თვითონ ქათამის კაი არის. ბიჭო. ქორფაა რაღაცნაირი. შენსო ტაისონ. ხოც კი არ იღეჭება დნება. ზუსტად. მithumetes ხა ისე საცუდავთ რომ ვის ვიკეთებ აქეთ. კარგავ ვერ ღეჭავ აქეთ ახალი ამოღებული მაგ და წინა კვირების ღეჭავ ბებერივით. საჩემო ხორცია. აუ ძალიან მაგარი გამოვიდა. მაგარია. ისეთ გემრიელია ბოლიც აღარ მაწუხებს. დაისონ არ შეიძლებაო და რა ვქნა. აუ ესე დირბილი ხორცი მაგრამ არ მიჭამია ქართულ. მარცმე. აქამდე ჩემი წოში ქმერულ, მაგრამ ეს თვითონ ხორცი მომეწონა ძალიან რბილია რა. კბილებს ვერ ვატან ძალას როგორც გითხარით. ჯერ არ დასრულებულა გაკეთება და ისე იღეჭება რა ვითომც არაფერი. სახლის ქათამიო რო იძახიან. ვერ ვღეჭავ ხოლმე, იმდენ ერთ წელი უნდა ხეჭო რო გადაყლაპო. ეს ვინო მაგარი. შავი რო არის. არა, ნიორი მინდა. ქორთან წაიღე რა. გავსკდები. არ გასკდები. ესეც ასე, მოკლედ დასახმარებლად წამოსული შვენიერი დღე გამოგვივიდა. მაგარი. კაი გემრიელი, ჩქმერული მოვამზადეთ. გემრიელებებში წამოვყავით. ხო. მაგრა გაასწორა ძალიან კაი იყო. ტაისონის გაცნობა მინდოდა და პირადად გავიცანი. ძალიან მაგარია. ტაისონ, წამოდი. მოდი ჩვენ. მოდი. რაც შენ მოხვედი და ამოხვედი. წამო აღარ ჩავრუნდე. ხო და ეხა ნენელა ვლაგდებით, წავალთ. და ხვალ ალბათ აღარ წავალ, იმიტომ რომ ზეგ სხვაგან მივდივარ. ხვალინდელ დღეს ჩავაგდებ და დავამონტაჟებ და ეგ იქნება. ეხლა რო ჩასვისას კიდე ბორბალი გათა. ერთი გვაქვს კრიშაზე ვიდეოს. ერთი შანსი კიდე გვაქვს და მე ვნახოთ. დღეს არ მეგონა ესე მაგარ თუ დაცხებოდა ძალიან ცხელა და ძალიან მაგარი ამინდია. ხო. რა ვიცი, მე როგორც ყოველთვის გეტყვით როგორც დამწყები. ლაიქი და გამოწერა მინდა. ჭირდება. ბადრის კიდე იმდენი, მაინც უნდა გამოიწეროთ აუცილებლად და დაალაიქოთ და რაღაც, მაგრამ იმდენი აქ მე ვერ გეტყვით ხლა ბადრის არ გამოიწერეთ მეთქი. აბა შეხვედრამდე წავით, გზად რაღაცები თუ იყო, საინტერესო იმებსაც გადავიკეთე. აბა ჰე. ასე დავიშალეთ. წავედით უკვე სახლისკენ.
მე კრუგი დამირტყია. მე ზემოთ წავედი, იქ იყო გადასხმები და იქიდან წამოვედი. ეს ყველაზე მარტივია. და თან იქ იყო ხე ეგდო რა, ჩაკეტილი. და იმ ხიდან მეთქი აქ არ არის გზა და მე ჩამოვედი, ეხასაც შეგერთი მანდ რა. აი მიდი აბა, დავიშალე. მაგრამ გებრიელი იყო მომზადებული. მოგეწონა ესე იგი. კი, ძალიან მაგარი. აბა